იმაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ ბენზოლი არის ძალიან სტაბილური ნაერთი, ანუ ბენზოლის რგოლი ძალიან სტაბილურია. იმიტომ რომ არომატული არის, ეს ორმაგი ბმები, რომლებიც წარმოქმნილია p ორბიტალზე მყოფი ელექტრონებით, უბრალოდ ერთ ადგილას კი არ არის გაჩერებული მთლიანად, ანუ რაღაც მომენტში აქ ამერე ეს აქ აღმოჩნდება, ეს აქ ეს აქ, ანუ მთელი ამ რგოლის გარშემო მოძრაობენ ეს ელექტრონები, და მოკლედ სტაბილური არის ბენზოლის რგოლი. მაგრამ ამ დროს ისიც გვინახავს, რომ ხშირად ბენზოლთან დაკავშირებული არის რომელიღაც ნახშირბადიდან გამოდის, თქვათ რამე ჰალოიდი ან OH ჯგუფი ან ასე შემდეგ, და როგორ ხდება ეგ საინტერესოა. და ეგ ხდება ელექტროფილური, მაგრამ ერთად ვიტყვი ელექტროფილური, არომატული ჩანაცვლებით. ჩანაცვლება. მოდი გავშიფროთ რატომ მქვია ეს საერთოდ. პირველ რიგში ჩანაცვლება რატომ მქვია? იმიტომ რომ აქ უბრალოდ კი არ ვამატებთ რაღაცას. სინამდვილეში გვახსოვს ალბათ რომ ყველგან არის წყალბადი დაკავშირებული, ხო? ნახშირბადებთან ყველგან წყალბადი გვაქვს. ანუ რომელიღაც წყალბადი უნდა ჩანაცვლდეს რაღაცით, მაგიტომ არის ჩანაცვლება. არომატული იმიტომ რომ ბენზოლის რგოლზეა საუბარი, რომელიც არომატულია და ელექტროფილური რატომ? იმიტომ რომ გვჭირდება ძალიან ელექტროფილური ნივთიერება, ან უბრალოდ რომ ვთქვათ, ელექტროფილური ნივთიერება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ნივთიერებას ძალიან უნდა ელექტრონები და ძალიან კარგი არის ელექტრონების წართმევაში სხვებისგან. დავდი ვნახოთ ახლა როგორ ხდება ეგ. რამე ნივთიერება წარმოვიდგინოთ, ანუ არ არის კონკრეტული მაგალითი ახლა საჭირო, მომდევნო ვიდეოში იყოს რამე კონკრეტული მაგალითი. რამე ნივთიერება გვაქვს, ეს ნივთიერება ვამბობთ, რომ არის ძალიან ელექტროფილური, ანუ მოდი პირდაპირ მივაწერ ესე დავახასიათებ, რომ კარგად გამოსდის, კარგად მოხეული გამოვიდა. კარგად გამოსდის ელექტრონების დატაცება. ცოტა თითებზე ვხსნი, მაგრამ იდეას ამბობს, ხო? და როგორც წესი დადებითი მუხტი უნდა გქონდეს თან, ანუ ძირითადად ეგეთი ტიპები არიან ხოლმე კარგი ელექტროფილები. და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიუახლოვდა ბენზოლის მოლეკულას, მოდი თან დავაკოპირებ, ამას იქნებ დამჭირდეს მერე. რა მოხდება თუ მიუახლოვდება ბენზოლს, ეს და თან დაეჯახება სწორი კუთხის სწორი ენერგიით. თან ახლა, ანუ რას გულისხმობ ამის ელექტროფილურობაში იმას, რომ ძალიან რეაქტიული არის, ანუ ძალიან მარტივად შედის რეაქციაში და მარტივად იღებს ელექტრონებს. თუ მოხდა ეგ დაჯახება, მაშინ რაც მოხდება არის, რომ მაგალითად ამ ორმაგი ბმიდან ერთ-ერთ ელექტრონს აიღებს და მიიტაცებს, წაიღებს თავისთან. ესე იგი, ეს ბმა, რომელიც შეიცავდა, იგულისხმება რა ორ ელექტრონს, ხო? ახლა ერთი ელექტრონი წაერთვა, ამიტომ რაც ახლა რა ვითარებაც იქნება, ახალი ვითარება. მოდი ცოტა ქვემოთ გავაკეთებ ამას. და ცოტა ჩავწევ ამ გამოსახულებას, ეს რომ გამოჩნდეს. არის რომ ეს ორმაგი ბმა აღარ გვაქვს და ამ ორმაგი ბმის ნაცვლად ახლა აქ გვაქვს დადებითი მუხტი, იმიტომ რომ ელექტრონი აკლია აქაურობას და რაც შეეხება ამ ელექტრონს, ახლა ეს ელექტრონი აღმოჩნდება აქეთ, ეს წარმოდგენის გასამარტივებლად, მეორე ელექტრონი აქ წარმოვიდგინოთ და ახლა გვაქვს ბმა, რომელიც აკავშირებს ამ ნახშირბადს ამ ელექტროფილურ ნივთიერებასთან. ესე იგი მივიღეთ ასეთი სურათი, სადაც ეს დადებითი მუხტი არის გამოწვეული იმით, რომ ელექტრონი მოაკლდა აქაურობას, მაგრამ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სტრუქტურა მაინც სტაბილური არის საკმაოდ, იმიტომ რომ რეზონანსულად სტაბილურია. იმიტომ რომ ალტერნატიულად შემდეგ შეიძლება ესეთი რეზონანსული სტრუქტურები მივიღოთ. შეიძლება კი არა და აუცილებლად მივიღებთ. ესე იგი მოდი მივახატო ყველგან წყალბადი, აქაც გვაქვს წყალბადი და ეს რაღაც ახალი ნივთიერება, ხო? წყალბადი. აქეთაც წყალბადი. და ახლა ესე შევხედოთ, შეიძლება რომ მაგალითად ეს ელექტრონი წამოვიდეს ახლა აქ, ანუ ამ ბმაშიც ხომ ორი ელექტრონი მონაწილეობს, შეიძლება ეს ელექტრონი აღმოჩნდეს ახლა ამ დადებითი მუხტისკენ, წაიღოს მაგან და შესაბამისად ეს ორმაგი ბმა ახლა გქონდეს აქეთ, ხო? ცოტა უკეთ გავაკეთებ. აქ გქონდეს ორმაგი ბმა და აქ გქონდეს ახლა დადებითი მუხტი და ეს ორმაგი ბმა თავის ადგილას არის. და შეიძლება შემდეგ კიდევ სხვანაირი რეზონანსული სტრუქტურა გქონდეს, მაგალითად, აქედან შემდეგ მივიღოთ ესეთი სიტუაცია, სადაც ისევ დავხაზოვცებ. კარგი იქნებოდა ესეც დამეკოპირებინა და ამდენი ხაზვა არ მომიწევდა, მაგრამ არ აუშავს. აქ ეს ნივთიერება არ დაგვავიწყდეს, წყალბადი და ზემოთ ახლა დარჩენილი არის ეს ორმაგი ბმა და ახლა ეს ელექტრონი გადმოვიდეს მაგალითად აქეთ ამ მხარეს და ახლა აქ გვექნება ორმაგი ბმა და აქეთ გვექნება
ჭარბი დადებითი მუხტი. და ასე შემდეგ, ანუ აი ამ რეზონანსულ სტრუქტურებს შორის და ამ რეზონანსული სტრუქტურების მეშვეობით მაინც სტაბილურია. ანუ ისე მთლად გადასარევ მდგომარეობაში არ არის, როგორც ზედავითარებაში იყო, სანამ ელექტრონს წაართმევდნენ. მაგრამ მაინც შედარებით სტაბილურ სტრუქტურას წარმოადგენს. მაგრამ ეხლა მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონეზე სტაბილურია, მაინც უნდა ძალიან მაწუხებს ეს წყალბადი, რომ რაღაცნაირად არ წერია ნორმალურად, მაინც უნდა რომ დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას, როცა იყო სრულად სტაბილური, ან საწყის არომატულ მდგომარეობას დაუბრუნდეს და როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ნუ ეს შეიძლება მოხდეს თუ გვაქვს მაგალითად ტუტე, დიდი ალბათობით უარყოფითი მუხტი ექნება თან. შეიძლება არც კონდეს და მაინც განხორციელდეს ეს, მაგრამ დიდი ალბათ უფრო მეტად ეს იმუშავებს. თუ გარშემო არის, თუ გარემოში არის აი ამ ახალი მოლეკულის გარემოში ესეთი ტუტე, რომელსაც შეუძლია რომ პროტონი წაართვას ამ ნაერთს და შესაბამისად ელექტრონი გადაეცეს, ანუ აი ამ პროტონის წართმევის შედეგად რა ელექტრონიც დარჩება ზედმეტი, გადაეცეს ისევ აი ამ რგოლს, რომ ორმაგი ბმა აღდგეს. ესე იგი მოდით ცოტა ჩამოვაქვემოთ. და წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს პროტონი, ანუ ეს წყალბადი წაიღო ამ ტუტემ, ანუ აი თავისი ელექტრონი გაუზიარა. შესაბამისად, რასაც მივიღებთ, ერთის მხრივ იქნება, რომ ეს წყალბადი ახლა თავისუფლად ესე დაცურავს თავისთვის ამ ტუტესთან ერთად დაკავშირებული, მთლად თავისთვის არ დაცურავს პრინციპში. მოდი ამ ფერით გავაკეთებ. და ეგეთ გვაქვს ეს ტუტე და თან ახლა ეს ტუტე ნეიტრალურია, იმიტომ რომ ჭარბი ელექტრონი ჰქონდა და გაუზიარა. ანუ ეს ერთი რაღაცა და მეორე, რაც ახლა დაგვრჩა აქედან, მოდი კიდევ ცოტა ჩავა. არის რომ გვაქვს ახლა ბენზოლის რგოლი, სადაც ესე იგი აქ სულ წყალბადებია, ზემოთაც წყალბადი, მოდი ცოტა კიდე ჩავა. ცოტა უკეთ შემეძლო ამის დახატვა აშკარად ხო? აქ მოდი ფერებსაც იგივეს გავაკეთებ რომ არ ავიდიოთ. გვაქვს აი ეს ელექტროფილური ნივთიერება, რითაც ჩანაცვლდა ეფექტურად წყალბადი და აი მოდი გავაფერადებ სწორად აი ეს ორმაგი ბმა გვაქვს ახლა აი აქ. აი ეს ანუ რა თქმა უნდა ახლა იდენტიფიცირება უცნაურია მე ორმაგი ბმების, მაგრამ აი ზემოთ რაც ხატია იგივეობას ვაკეთებ უბრალოდ და აი რაც შეეხება აი ამ ბმას, რომელიც წყალბადს იჭერდა. ახლა ამ ბმიდან ერთი ელექტრონი ისევ ნახშირბადს ეკუთვნის შედარებით, ანუ ეს ბმა რას ნიშნავს ხო, რომ ნახშირბადის და წყალბადის ელექტრონები არის ამ ბმაში. და ახლა ეს წყალბადი რომ წავიდა, რომ წაიღო ამ ტუტემ, აქედან ერთი ელექტრონი მოგურჩა და ეს ჭარბი ელექტრონი გადავა შეავსებს ამ დადებით მუხტს, ანუ გაანეიტრალებს და აი აქ დაგვრჩება, აი აქ გვექნება ახალი ორმაგი ბმა. და ესე იგი საბოლოოდ მივიღეთ ახალი არომატული სტრუქტურა და რა გზაც გავიარეთ ამისთვის, ანუ ეს იყო რაც ვიდეოს დასაწყისში რაც თქვით ხო, ელექტროფილური არომატული ჩანაცვლება. გვქონდა არომატული ნაერთი ბენზინი, შემდეგ მოვიდა რაღაც ძალიან ელექტროფილური ნივთიერება, შემდეგ წაართვა ელექტრონი და ტუტე გარემოში თუ ვართ, მაშინ წაიღებს ტუტე ერთ პროტონს, იმ პროტონს რომელთანაც დაკავშირებული არის ის ნახშირბადი, რომელთანაც დაკავშირდა ეს ელექტროფილური ნივთიერება და მორჩენილი ელექტრონი დაუბრუნდება ისევ აი ამ რგოლს და აღდგება არომატულობა და გვექნება ისევ აქ ორმაგი ბმა. მოდი მომდევნო ვიდეოში კონკრეტული მაგალითები ვნახოთ უკვე ამ ნივთიერებების.